პროირანულმა რეჟიმმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია და ემუქრება ამერიკის წვდომას. საქართველოში არჩევნები გაყავდა. ისინი ეხმარებიან ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს თეირანისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში. რა უნდა გაკეთდეს, რომ პასუხი გაეცეს სწრაფად მზარდ რადიკალიზაციას, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება უწყობს ხელს. მართალი ხართ, ყველაფერი რაც ახლა ჩამოთვალეთ, ეს უკვე არის ჩვენი შეშფოთების საგანი. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რა იქნება ამისთვის საჭირო. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს შემთხვევაში, იმ ვითარებიდან, რაც ახლა არის. მათ ვკითხეს, რა დასჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობების ქონას. ვუპასუხეთ და იმედია შევძლებთ დავეყრდნოთ ამ საფუძველს, რომ შესაძლოა შეიცვლება ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების, არამედ მათი ქცევისაც. და ტრამპის ძალიან აქტიური მხარდამჭერი, მნიშვნელოვანი ფიგურა ვაშინგტონში, Heritage Foundation-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯიმ კარაფანო კობახიძეს პასუხობს და Heritage Foundation-ის უფროსი მრჩეველი პლატფორმა X-ზე კობახიძის და ოცნების აქციელს სასოწარკვეთილ ფარტხალს უწოდებს. რუბიოს ტყუილის თქმის არანაირი მიზეზი არ ქონდა წერს ის. მეორე, როდესაც ქართველებმა ეს მას კითხეს, მათ პასუხი უკვე იცოდნენ. ხო და საერთოდ რატომ შეიწუხეს თავი ამ კითხვის დასმით წერს ის. მესამე, ნუ თუ ასეთი სულელები იყვნენ, რომ ვერ მიხვდნენ ეს ამბავი, მაინც გაჟონავდა. მეოთხე, ეს ხას უსვამს საქართველოს პრობლემას, მათ არასწორ ცხენზე დადეს ფსონი და სულელური ანტიდასალური სტრატეგია აირჩიეს. შეერთებული შტატები არ აპირებს მათ ციხიდან უსასყიდლოდ თავის დაღწევის ბარათი მისცეს. თბილისი კი სასოწარკვეთილი ფარტხალებს და მეხუთე, რეალობა ისაა, რომ თბილისს მოუწევს რეალური ცვლილებების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურისა და პირის, ასე ვთქვა, ანუ როგორც ჩანს, ვაშინგტონში ამ მხრივ უკვე სრული კონსენსუსი ჩამოყალიბდა ივანიშვილის ხელისუფლების ბუნებასთან დაკავშირებით და პირველ რიგში მე მინდა ზუსტად აი ამ გადაძახილებზე, ამ კომენტარებზე, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, კონგრესში რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გთხოვთ კომენტარი, რაზე მიუთითებს ეს? ეს სრულებით ლოგიკური და მოსალოდნელი განცხადებები იყო მარკო რუბიოსი, რომელიც სრულიად ჯდება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ ხაზში, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ამერიკელებს აქვთ გადაწყვეტილი სერიოზულად საკუთარი ადგილის, როლის დამკვიდრება საერთოდ სამხრეთ კავკასიაში. ეს ძალიან კარგად გამოსდით აზერბაიჯანში და სომხეთში. ანუ უკვე კონკრეტულ ინვესტიციებამდე მივიდა საქმე. აი, რამოდენიმე გუშინ წინ ჩატარდა დიდი საინვესტიციო ფორუმი აზერბაიჯანში, სადაც აზერბაიჯანმა მოახერხა 7.2 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მობილიზება, მათ შორის დიდწილად ამერიკელი ბიზნესმენების ხარჯზე. ასევე დიდი ინვესტიციები იდება სომხეთში. აქ სრულიად ნათელია, რომ ამერიკა უფრო და უფრო იძენს დომინანტურ როლს და შესაძლებლობებს ამ ორ ქვეყანასთან, მაგრამ გეოგრაფიას ვერ გავაუქმებთ, რა თქმა უნდა, ამერიკელებსაც ეს ძალიან კარგად ესმით და შესაბამისად ცდილობენ ძალიან დიპლომატიურად, მაგრამ თანმიმდევრულად შეიყვანონ საქართველოს ამერიკელებთან ახალ ფაზაში ურთიერთობების, მაგრამ მე აი ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ აი რა არის საფუძველი ამისთან აი დიპლომატიური ინფანტილიზმის, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნეთ. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან ინფანტილიზმია ეს ბატონო ვალერი, მხოლოდ? ხო, რატო გეკითხებით, იცი ესენი ზედაპირულობა შეიძლება მე 14 წელი ხელისუფლებაში არიან, ხო? დაუშვად არაფერი არ იცოდნენ, 14 წელიწადში ყველა შეეძლო რაღაცა, გამოცდილება შეეძინა რაღაც ის ესწავლა, ბოლოს და ბოლოს ლობისტები, რომელსაც უზარმაზარ თანხებს უხდიან, ისინი მაინც დაარიგებდნენ ჭკუას. რუბიოს განცხადებაზე რო არ უნდა თქვა, რომ ტყუილია ეს ყველაფერი. შენივე ნათქვამი რომ არ უნდა გადათქვა, როცა დაჟინებით მოუწოდებ და მოითხოვ, რომ სუფთა და ფურცლიდან დავიწყოთ, ოღონდ გვითხარით, გზამკვლევი მოგვეცით, აბა რა მიმართ. მე რო იძახი, რომ არაფერი არ გვიკითხავსო. ამასთან დაკავშირებით შენსავე თავს რო ეწინააღმდეგები და მათ შორის რო ებრძვი და უპირისპირდები ყველას
მათ შორის ირიბად ტრამპსაც შენივე თუთიყუშების მეშვეობით ეს რაზე მიუთითებს, მხოლოდ ინფანტილიზმზე მიუთითებს, მოლოდინი კონდეს რომ რამე დაალაგდება ამ შემთხვევაში. თუ ისინი ხვდებიან რომ გამორიცხულია ამის გაკეთება, თუ არ გადადგეს მათთვის უკვე ძალიან რთული და მტკნეული ნაბიჯები, მათ შორის ამერიკელების ბრალდებების სახით წამოსულ ნაწილში, რაც უკავშირდება ირანის გავლენების ქსელის არსებობას საქართველოში. ამ მხრივ უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებები არის ნათელი და სრულიად მკაფიოდ ავლენს ამას მათ შორის უპირველეს ყოვლისა თავად ირანის ელჩის აქტიურობას და მისი შინაარსს საქართველოში. დიახ, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, რა პირობებზე საუბრობენ ამერიკელები, აქ შეიძლება განვიხილოთ შიდა პოლიტიკური კონტექსტი და საგარეო პოლიტიკური კონტექსტი, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კონტექსტს, აქ გასაგებია ყველაფერი, სამკომპონენტიანი მიდგომა აქვს: რუსეთი, ჩინეთი, ირანი. აქედან გასაგები ფორმულირებებით, რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ კონტექსტს, ესეც სამკომპონენტიანია, როგორც მე ვხვდები, ეს არის პატიმრები, კანონები, არჩევნები. ეხლა გასაგებია, რომ ეს მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული დელეგაციების მიერ, რომლებიც სტუმრობდნენ თბილისს. ვფიქრობ, რომ კარგად გაიაზრეს ეს ყველაფერი ქართულ ოცნებაში, მაგრამ აი ეს კითხვა რატომ არის ეს პასუხები და თუ ეს შეგნებულად არის გაკეთებული, რატო ეძახი ამას დიპლომატიური ინფანტილიზმს? იმიტომ რომ თუ ეს შეგნებულად არის გაკეთებული, ეს განცხადება, მაშინ იმთავითვე სტრატეგია იყო მოლაპარაკებები საწყობილი მასზედ, რომ მომხდარიყო ხელახარი კრიზისი ამერიკელებთან ურთიერთობებში და ეს რატო უნდა აძლევდეს ხელს ქართულ ოცნებას. ბოლო-ბოლო მიყვებოდნენ ამ ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ბუნებრივ განვითარებას და ხელახლა თავის ტკივილს არ გაიჩენდა პრობლემებს, იმიტომ რომ ეხლა ჩანს რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად იმის მაგივრად რომ გაუმჯობესებინათ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევიდნენ უფრო რთულ ფაზაში ურთიერთობების. ეს რატო უნდა ყოფილიყო მიზეზი საერთოდ ამ პროცესის დაწყების. ამიტომაც მე ვამბობ რომ ვფიქრობ რომ ეს არის დიპლომატიური ინფანტილიზმი და გეოპოლიტიკური ზედაპირულობა. წინ დაუხედავი გაუთვითცნობიერებელი ბოლომდე შედეგების კონტექსტში ნაბიჯები და მე ამას მივაწერ უბრალოდ იმას რომ ესე იგი რაღაც იმპულსიური ხანდისხან მე პირველად ხსვათაშორის ამას ბატონი ირაკლი კობახიძიდან ვერ ხედავ გაიხსენეთ წერილები რომელსაც წერდა ის პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენს ხომ ამიტომ მე მაინც ვფიქრობ რომ მოუწევთ რაღაც ნაბიჯების გადადგმა აუცილებლად თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ეს შეექმნება დიდი პრობლემები. რაღაცა პატარა ნაბიჯებს ხედავთ. მე ქართული ოცნების ბედი არ მხოლოდ ერთი კვირის ქრონოლოგიას გეტყვით. ერთი კვირის ამბების ქრონოლოგიას გეტყვით. პირველი რომ დაიჭირეს გულბაათ რცხილაძე, რომელზეც საუბრობენ, რომ ეს რუსეთის და კიდევ ერთი ქვეყნის ირანის სავარაუდოდ სასარგებლო ჯაშუშობდა ერთი ძალიან უცნაური სიტუაცია შეიქმნა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, როდესაც რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის ვინმე იჭერდნენ, ამას რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ძალიან მკაცრი რეაქცია აქვს ხოლმე. ისინი ამას ეძახიან სარკისებ რეაქციებს, ხო? ანუ იქ იჭერენ კიდევ ვიღაც ადგილზე ჯაშუშს, რომელიც ამ ქვეყნის სასარგებლოდ თითქოს შეიძლება ჯაშუშობდეს და რუსეთი იწყებს რაღაც დამოკიდებულების გამკაცრებას რიტორიკის დონეზე სალავიოვი დაწყებული და სახაროვა პირველია, რომელიც თავს ხმის იმ ქვეყანას და ასე შემდეგ. აქ მოვისმინეთ ისეთი ჯერ ზახაროვა ძალიან რბილი ტექსტი, რომ გულბაათ რცხილაძეს დიდი როლი აქვს ნათამაშები ქართველი და რუსი ხალხის დაახლოებაში და ის მოიკითხავს ამ ამბავს და მერე ლავროვის შექება საქართველოს ხელისუფლების ამ ჯაშუშური სკანდალის ფონზე, რომ საქართველოს პრაგმატიკოსები მართავენ დღეს და ნუ აბა რა უნდა ქნან, იმიტომ რომ თავიანთ საქართველოს აგრარული ქვეყანა არისო და თავიანთ პროდუქციას სხვაგან სად გაიტანენო, ასე ვთქვათ, ხო? მაინც ძალიან რბილი ტონებით, რბილად რო ვთქვათ. რაც ძალიან უცნაურად გამოიყურება რუსეთის ასეთ სიტუაციებში მოქმედების ქცევითი თავისებურების გათვალისწინებით. მაგრამ მეორე უფრო მეტად საყურადღებოა, რაც უკავშირდება ქალის დაკავებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქის აეროპორტში, რომელიც სანქცირებული არის შეერთებული შტატების მიერ, სანქცირებული, ანუ აერო კომპანიების და თვითმფრინავებისათვის სანქცირებული დეტალების შეტანის ნაწილში და ასე შემდეგ, ხო? ეს უკვე საინტერესო ამბავი არის. ანუ აქ ადგილზე ესენი რაღაცებს აკეთებენ.
ისეც რომელიც სათქმელად სიგნალის გასაგზავნად შეიძლება ჭირდებოდეს რომ აი ჩვენ რაღაცა შვებით მაგრამ ამის პარალელურად დავაკვირდეთ რუბიოს ის თავის განცხადება ეს ტექსტი მე ეთერში ვიყავი იმ დროს როდესაც ლამის პირდაპირ ეთერში მივეცით რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან რეაქცია იმ მომენტისთვის არ იყო კობახიძე მეორე დღეს გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით არც წერილობით ვინმეს რამე დაუწერია ასე ვთქვათ არც ჩათირიშვილს ან ვიღაცას მესამე პირს ვითომ პირველი ვინც მომენტალურად გამოეხმაურა თან ქართულ ენაზე ეს გახლდათ ირანის ელჩი საქართველოში რომელმაც მოუწოდა შეერთებულ შტატებს რომ თავიანთ ხედვას გადახედონ სამყაროსადმი და მათ წკუის დარიგებებს არავინ არ აიტანს და ასე შემდეგ ხო პერიფრაზი რომ მოვახდინოთ ეს ძალიან საინტერესო მოვლენა არის ანუ მე ოდნავ ვამკვეთრებ ასე ვთქვათ სიტუაციას რა გაგები თქვენ საუბრობთ ივანიშვილის ან კობახიძის ინფანტილურობას და ასე შემდეგ მაგრამ მე მაინც მგონია რომ საქმე გვაქვს უკვე ფაზასთან მომენტთან როდესაც ძალიან შევიწროვდა აი ამ მანევრირებისა და მანიპულაციის რესურსი შევიწროვდა ამერიკელების მხრიდანაც ევროკავშირიდან ხო საერთოდ და ევროპის სახელმწიფოებისგან მაგრამ რუსეთისგანაც და ირანისგანაც აქედან როგორ უნდა დაიხსნა თავი? ხო, როგორ უნდა დავიხსნათ? არა მხოლოდ ამ საქართველოსაც შეეზღუდა ძალიან მანევრის შესაძლებლობა. საქართველოს გულისხმობდა, ანუ მათ შორის გულისხმობა ხა ივანიშვილის ხელისუფლებას. ხო, ხელისუფლებაზე. სხვათა შორის ეს არის ერთ-ერთი ანუ აქსიომა დიპლომატიის, ანუ მთავარი ამოცანა დიპლომატიის არის რომ შენ გაიფართოო საკუთარი მანევრის ველი და შეუზღუდო შენ ოპონენტს მოწინააღმდეგეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ მე რამდენი ჯერზე ვხედავთ იმას რომ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა პირიქით იქცევა და ამის ერთ-ერთი გამოვლინება ისიც არის რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ მტრები ვაქციოთ ნეიტრალურად ჩვენს მიმართ ან ნეიტრალური ქვეყნები გადავიყვანოთ მეგობრების სიაში და გავამყაროთ ურთიერთობები მეგობრებთან მეგობრებს კარგავთ და ახალ მეგობრებს ვერ ვიძენთ. ეხლა აი ეს ყველაფერი რაც ხდება თუ კარგად გაიაზრებენ ამას ქართულ ოცნებაში ნიშნავს იმას რომ ძალიან სერიოზულ მეგობარს პოტენციურ მეგობარს ეხლა იმიტომ რომ დღეს ეხლა იქ რა იყო კიდე მთავარი განცხადებებში ამერიკელების ამ მოლაპარაკებების შემდეგ რომ ეს ყოველივე უნდა გააკეთოს საქართველოს ხო გახსოვთ ეს პოლიტიკური სტაბილურობა უნდა იყოს ჩართულობა ოპოზიციური პარტიების ამისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები ქართულმა ოცნებამ და იცის რა უნდა გააკეთოს და ეს ყოველივე აქცევს საქართველოს სანდო პარტნიორად ეს ნიშნავს იმას რომ ამერიკელები ვერ აღიქვამენ საქართველოს დღეს როგორც სანდო პარტნიორს და აქედან გამომდინარე ჩვენ ანუ სახელმწიფოს დღეს ეზღუდება საკუთარი სუვერენული ინტერესების დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები ყველა განცხადებაში ხაზგასმით უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, ვერ აყენებს დღეს ქართული ხელისუფლება საკითხს ამერიკელებთან ვენესუელის და სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევის თაობაზე. რატო? იმიტომ რომ ეს რესურსი არ გააჩნიათ და ამ რესურსს ვერ ქმნიან და ამისთანა განცხადებებით სრულებითაც ვერ შექმნიან ამ რესურსს. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მომლაპარაკებლები დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ზრუნავენ არა საქართველოს ინტერესებზე, იმიტომ რომ ამაზე რო ზრუნავდნენ, მაშინ რა თქმა უნდა ისეთი დასაყრდენი, რასაც წარმოადგენს დღეს გეოპოლიტიკური მოთამაშე ნომერი 1, შენ აუცილებლად გჭირდება. იმიტომ რომ იმასთან ერთად შენ შეგიძლია დაუპირისპირდე ახლად გაჩენილ რისკებს და საფრთხეებს საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგრამ შესაბამისად ეს თუ არ აწუხებთ, აწუხებთ სხვა რამ. რა არის ეს სხვა რამ? ეს სხვა რამ არის ის, რომ უნდათ სრული გარანტია ხელისუფლებაში დარჩენის. ნებისმიერი ხერხით და ნებისმიერი ფასით, მაგრამ ამერიკა ამას არ მიიღებს და ევროპა კიდე მით უმეტეს არ მიიღებს ამას, იმიტომ რომ გასაგებია ეს. ჩვენ ვსაუბრობთ მანევრირების სივრცის შევიწროვებაზე სამწუხაროდ მთელი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც ხაზგასმულად ძალაუფლებაში მყოფი ძალისთვის და ივანიშვილისთვის. რა მნიშვნელობა აქვს
სომხეთის პოზიციონირებას და ამ ხრივ დღევანდელ არჩევნებს და მის მოსაუდნელ შედეგებს, სადაც იმარჯვებს ფაშინიანი, როგორც ჩანს დამაჯერებლად, ჯერჯერობით კონკრეტული ციფრები არ გვაქვს, მაგრამ მას მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად როგორც ჩანს საერთოდ არ გაუჭირდება. ჩვენ ველით მონაცემებს რომ ვიცოდეთ კონსტიტუციური უმრავლესობისკენ მიდის ეს თუ არა და რა ახალ ტენდენციას შექმნის. ახალს თუ არა ძველს რა მხრივ გააძლიერებს ფაშინიანის დამაჯერებელი გამარჯვება სომხეთში. ნიკოლ ფაშინიანი ყალიბდება როგორც ისტორიული ფიგურა არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვის, ვინაიდან ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, სომხეთისთვის პირველ რიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე არის მნიშვნელოვანი საერთოდ სამხრეთ კავკასიისთვის და გლობალურადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უშუალოდ ჩართულები არიან ამ არჩევნებში, როგორც ვლადიმერ პუტინი, ასევე დონალდ ტრამპი და ურსულა ფონ დერ ლაიანი. გარკვეული ძალიან კაფიო გზავნილების ჩამოყალიბების ხარჯზე. ახალი ჟღერადობაც კი მისცა მაგას დონალდ ტრამპმა make Armenia great again დაარქვა, გადასხვანაირა. ხო, ამიტომ ესე იგი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და აი პაშინიანი ძალიან თანმიმდევრულად, საერთოდ დიპლომატიის პრინციპებზე რო ვისაუბროთ, სამი უმთავრესი პრინციპი არის მემკვიდრეობიტობა, თანმიმდევრულობა და ამოცნობადი ხასიათი. ამას სრულიად პასუხობს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა სომხეთის და აზერბაიჯანისაც მათ შორის. მერყევი აქ არის მხოლოდ საქართველო, რომელსაც ვერ გაუგებ მოლაპარაკებებს იწყებს, მე ამ მოლაპარაკებების პრაქტიკულად ჩიხში შეყავს რუსეთთან დაკავშირებით ძალიან შემწყნარებულ განცხადებებს აკეთებ, ჩვენ დამნაშავეები უნდა ნახოთ რაღაცა ერთი ამბავი, მაგრამ მე რაღაც დოკუმენტებს აწერს ხელს იმისთანაც რომ რუსეთი ძალიან ღიზიანდება და ასე შემდეგ. ამიტომ კონცეფციას რომ სომხეთს ჭირდება ევროპული საქართველო და საქართველოს ჭირდება ევროპული სომხეთი. აი ამას თანმიმდევრულად ანვითარებს პაშინიანი, ამაზე ელაპარაკება სულ საქართველოს მთავრობას და ამაზე ლაპარაკობს ევროკომისიაში და ევროპარლამენტში ძალიან ღიად, როგორც ჩვენი მთავარი ადვოკატი დღეს, ხოლო ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ საიმისოთ, რომ ამ იზოლაციიდან და ამ ჩიხიდან რაღაც გამოსავალი ვიპოვნოთ და მე გეთანხმებით სრულიად ბატონო გიორგი, რომ ეს არის ხდება ძალიან სერიოზული და დიდი გამოწვევა ქართული ოცნების, მაგრამ მე არ მადარდებს ქართული ოცნების ბედი, მე მადარდებს საქართველოს ბედი, რომლის საგარეო პოლიტიკაც დღეს არის ჩაგდებული რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში, როდესაც ჩვენ კარგავთ შესაძლებლობებს, აქამდე არარსებულ ისტორიულ შესაძლებლობებს და პირიქით ქვეყანას ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვაგდებთ. აქედან გამოყვანა ქვეყნის იქნება მით უფრო რთული, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ასეთი პოლიტიკა და მე სიმართლე გითხრათ, უკვე მეჭვი მეპარება უნარში ქართული ოცნების, რომ ეს გადააზრება მოახდინოს და რეფორმატირებაც მოახდინოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის, რომელიც ცალკე მარტო საგარეო პოლიტიკაში ვერ იქნება, ეს უნდა იყოს დაკავშირებული შიდა პოლიტიკურ სერიოზულ ეს რესურსი თითქმის ამოწურული არის თუ სულთლიანად არა. ბატონო ვალერი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.